შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საოჯახო სასტუმროში ადაპტირებული და კომფორტული გარემო შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული ნებისმიერი სივრცის შესასვლელი კარი უნდა იყოს ფართო და ბარიერების გარეშე. დაპროექტებისას სასურველია დავიცვათ სტანდარტის მიხედვით დანერგილი ზუსტი ზომები. აუცილებელია შესასვლელი კარი იყოს მინიმუმ 90 სანტიმეტრის სიგანის, რათა ეტლით მოსარგებლე პირებმა შეძლონ ერთი სივრციდან მეორეში კომფორტულად გადაადგილება. კარის სიგანე სრულად გახსნისას უნდა იყოს მინიმუმ 815 მმ. აუცილებელია, რომ კარის სახელურები იყოს ერთი ხელით ოპერირებადი, მოჭერის ან მოტრიალების გარეშე, როგორიცაა მაგალითად ბერკეტის ტიპის სახელური. იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია კარის მექანიკური დახურვის მექანიზმი, ის მინიმუმ 5 წამში უნდა დაიხუროს 90 გრადუსიანი მდგომარეობიდან. აუცილებელია იატაკის ერთ დონეზე განლაგება, რათა მოძრაობა უფრო კომფორტული და მარტივი შესაძლებელი იყოს. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ იატაკის ზედაპირი არ იყოს პრიალა. საპირფარეშოსა თუ სააბაზანოში ავეჯი ისე უნდა განლაგდეს, რომ საკმარისი ადგილი დარჩეს მანევრირებისთვის. საჭიროა მინიმუმ 760 მმ 1220 მმ-ზე თავისუფალი ადგილი ეტლისთვის. ასევე აუცილებელია მინიმუმ 1525 მმ-ის დიამეტრის სივრცე, რათა ეტლმა შეძლოს 180 გრადუსიანი მოტრიალება. უნივერსალური ერთადგილიანი ტუალეტის ზომა უნდა იყოს მინიმუმ 2130 მმ 2130 მმ-ზე, რაც უზრუნველყოფს საკმარის სივრცეს მანევრირებისთვის და ყველა მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობისთვის. კედელზე დამაგრებული უნიტაზისთვის ეტლისთვის ხელმისაწვდომი კაბინა სასურველია იყოს მინიმუმ 1525 მმ-ის სიგანის და 1420 მმ-ის სიღრმის, ხოლო იატაკზე დამონტაჟებული უნიტაზისთვის სიღრმე უნდა იყოს 1500 მმ. სასურველია, რომ უნიტაზის ზედაპირის სიმაღლე იყოს იატაკიდან 420-485 მმ-ზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის აბაზანებში აუცილებელია მხარდაჭერის მოაჯირების გამოყენება. მოსაჭიდების, იგივე ჰორიზონტალური რკინების დამონტაჟებისას გასათვალისწინებელია ზუსტი ზომებისა და პარამეტრების დაცვა. გვერდითა კედელზე მინიმუმ 1065 მმ-ის სიგრძის, კედლიდან 305 მმ-ის დაშორებით. უკანა კედელზე მინიმუმ 915 მმ-ის სიგრძის. უნიტაზის თავზე ცენტრიდან 305 მმ-ის დაშორებით. სიმაღლე 840-915 მმ-ზე იატაკიდან. ტუალეტის ქაღალდის დისპენსერი უნდა დამონტაჟდეს უნიტაზიდან 180-230 მმ-ზე წინ და 380-1220 მმ-ზე სიმაღლეზე იატაკიდან. აუცილებელია, რომ საშხაპე მოეწყოს ბარიერების გარეშე და მიწის დონეზე, რათა ეტლით მოსარგებლე ან შეზღუდული მოძრაობის მქონე პირებისთვის იყოს მარტივად ხელმისაწვდომი. ნიჟარის ზედაპირის მაქსიმალური სიმაღლე 865 მმ. მუხლების სივრცე მინიმუმ 685 მმ იატაკიდან ნიჟარის ქვეშ, სიღრმე 205 მმ. თავისუფალი სივრცე ნიჟარისი 760 მმ 1220 მმ-ზე. ონკანი უნდა იმართებოდეს ერთი ხელით, ხელის მოჭერისა და მობრუნების გარეშე. მაგალითად, შეგვიძლია გამოვიყენოთ ბერკეტიანი ან სენსორული ონკანები. სარკის ქვედა კიდე უნდა იყოს მაქსიმუმ 1015 მმ იატაკიდან. ხელის საშრობი მოწყობილობები უნდა იყოს განთავსებული ისე, რომ მათი ნაწილები არ აღემატებოდეს 1220 მმ სიმაღლეს. აუცილებელია ამ მოწყობილობებზე თავისუფალი მისასვლელი გზა. ნავიგაციის გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია კარგად განათებული სივრცეები. სანიშნეებმა უნდა დააკმაყოფილოს ბრაილის შრიფტისა და ტაქტილური ტექსტის სტანდარტები და დამონტაჟდეს 1220-1525 მმ სიმაღლეზე. კომფორტული და სამართლებრივი შედეგების მისაღებად დარწმუნდით, რომ თქვენი დიზაინი შეესაბამება ადგილობრივ სამშენებლო კოდექსებსა და ხელმისაწვდომობის სტანდარტებს, მაგალითად ADA ან ISO 21542. ყოველივეს გათვალისწინება თქვენს საოჯახო სასტუმროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უფრო მორგებულს და მეგობრულს გახდის.